მოგესალმებით რადიო მსმენელებო, ეს არის ფინანსური კვირა, მე მიკის წამყვანი ვარ, რადიქირია, ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, ჩემი თანაწამყვანი ნიკა წივწივაძე, ტრეიდერების ჰაბის მენტორი, ანალიტიკოსი. ნიკა, გამარჯობა და აბა ჩვენ ვიცით კიდევ საინტერესო ამბებით გავაჩეროთ რადიო კომერსანტის მსმენელები. კი, გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ვახსენო, რომ ჩვენი ვარაუდები და ჩვენი პროგნოზები კვირიდან კვირამდე უფრო და უფრო სწრაფად მართლდება უკვე. იმიტომ რომ ორი პროგნოზი ამ მომენტში თითქმის 100% არის გამართლებული. გულისხმობ იმას, რომ ბიტკოინის ვარნაზე თქვით, წინა შეხვედრაზე და ჩამოსცა უკვე 70,000 და ბოლო კვირაში ორნიშნა ვარნა აქვს და ოქროზე, ჩვენი 5,000-იანი სამიზნე რაც გვაქვს ნათქვამი იმასაც და ეხლაც დაახლოებით 4,800 სპარგლებში ივაჭრება. ანუ ჩვენ სამიზნეფასთან ძალიან ახლოს არის. ასევე წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის არ შემცირების გამო ცოტა ხანი შეიძლება და ყოფილიყო საფონო ბირჟაზის კორექციები და ესეც ასე მიმდინარეობს ზუსტად. ბაზრები არის ჩამოსული ჯერჯერობით, რადგან მთლიანი ღირებულება ბაზრებიდან გადადის დოლარში. რაც განპირობებული იყო იმით, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ შემცირდა. იყო ორი ვარიანტი, რომ ან უნდა შემცირებულიყო, ან იგივე უნდა დარჩენილიყო. დავინახეთ და რადგანაც დარჩა იგივე, ინვესტორებმა მოინდომეს, რომ მათი აქტივები გადაეტანათ დოლარში, რაც რა თქმა უნდა ბაზარზე აისახა. თუმცა არასახულან მყისიერად დაჭერდა დაახლოებით 2-3 დღე, რომ წამოსულიყო სენტიმენტი და გაგრძელებულიყო შემდეგ ეს რეაქცია. გარდა ამ ბაზრებისა, ეს ყველაფერი ნავთობსაც შეეხო. მიხედავთ იმისა, რომ ამერიკულ ნავთობის გარშემო საინტერესო და დადებითი სიახლეები არის, ჯერჯერობით მაინც კორექციაში მოდის. სიახლეებში გულისხმობ იმას, რომ ინდოეთმა და ამერიკამ სავაჭრო პარტნიორობა გააფორმეს, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკამ დაუწია ტარიფები ინდოეთს, ინდოეთმა საერთოდ გააუქმა ტარიფები ამერიკას და დაუდო პირობა, რომ შეისყიდდა და ამერიკულ ნავთობს. რაც რა თქმა უნდა ამერიკულ ნავთობისთვის ძალიან კარგი ამბავია, თუმცა ჯერჯერობით მაინც კორექციაში. სავარაუდოდ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ინვესტორები დიდი თანხებით გადაინაცვლებენ ნავთობში. ეხლა ბარელი ნავთობის ფასი არის $64, ამერიკული ნავთობის ფასი. თუმცა არ გამიკვირდება ჩვენ იქით შეხვედრამდე, რომ დაახლოებით $70-მდეც ვიხილოთ ეს ყველაფერი. ეს მოხდა წინა კვირაში. უშუალოდ ბაზრებზე, რაც შეეხება ეკონომიკაში, ველოდებოდით სამუშაო ბაზრის ეკონომიკური ცვლადების გამოსვლას, რომ შეგვეფასებინა ზოგადად სამუშაო ბაზრის სიტუაცია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელიც არის ახალი სამუშაო ადგილების გამოსვლა, ერთი დღით გადაიდო, დღეს გამოდის, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ იყო შატდაუნში, რაც დასრულდა, თუმცა საბოლოო ჯამში რაც გამოვიდა იმით, რომ შევაჯამოთ, სამუშაო ბაზარი არც თუ ისე კარგად გამოიყურება ჯერჯერობით ამერიკაში. მეორეული ინფლაციის ცვლადები კარგად გამოიყურება და ასევე წარმოების ცვლადებიც კარგად გამოიყურება. ანუ ერთადერთი რაც ჯერჯერობით ამერიკაში არის პრობლემა, არის დასაქმების ბაზარი, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ტექნოლოგიური წინსვლითაც. ვნახოთ ახალი ცვლადები რას გვეტყვიან, თუმცა ეს იყო ჩვენი შეხვედრიდან დღემდე რაც მოხდა ამ ერთ კვირაში ეკონომიკასა და ბაზრებზე. მოკლედ ძალიან კარგი სიგნალისეული ანალიზი გაქვს როგორც ყოველთვის. ნამდვილად კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ მოკლედ ეგეთ წოდებული ნაწილობრივ შატდაუნი, ანუ ეკონომიკის შეჩერება უკვე ერთი დღეა რაც უკვე ხელმოწერილია ტრამპის მიერ და უკვე შეჩერდა, ანუ აღარ არის ნაწილობრივ რეალურად ეს შატდაუნი ამერიკაში და აქედან გამომდინარე კიდევ ერთი ნიუანსი, რასაც ვაგვირდებით, ეს არის თუნდაც დოლარის მაჩვენებელი, რომელიც 95 ნიშნულიდან 97 ნიშნულზე ავიდა, ანუ ინდექსის მაჩვენებელი ავიდა და რაღაც მომენტში ისეთი რჩება ხოლმე გონირული ეჭვი, რომ შეიძლება ეს შატდაუნი სწორედ დოლარის გამყარების არის ხოლმე მიმართული ხოლმე და არა ის, რომ მაინც მათ ხელი ვერ მოაწერეს და ვერ შეთანხმდნენ დემოკრატები და რესპუბლიკები ფიუჩერის დამტკიცებაზე, რის გამოც მოხდა შატდაუნი. ხო, ნამდვილად ასე არის, ოქროს მაჩვენებელიც საკმაოდ დიდ კორექციაში წავიდა, ბიტკოინიც არის ეხლაც ამ ეტაპზეც რო უყურებთ ეცემა და $69,600 არის უკვე ჩამოსული და ისეთი დიდი სანთლები აქვს დახატული გრაფიკზე, რომ შანსი აქვს, რომ კიდევ უფრო ქვემოთ გატესოს ქვედა ნიშნულები და ეს ყველაფერი ხომ არ მიგვანიშნებს იმას, რომ დიდი მოთამაშეები კვლავ სიღრმიდან ელოდებიან შესყიდვას, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ $1 მილიარდი ღირებულების ბიტკოინი თუნდაც BlackRock-მა გაყიდა
და გაყიდა როცა დაახლოებით 80,000-95,000 დოლარამდე იყო და მე ასევე იგივე მხარი აუბა სხვა ბანკებმა, მოგეთ გაყიდეს ამერიკულ ბანკებმა, მაგრამ საერთო ჯამში ყველა ბაზარი დაერცა და დოლარი მყარდება. ანუ გამოვიდა რომ დოლარის შესყიდვა shutdown-ის მომენტში კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი არის, იმიტომ რომ რეალურად ამ shutdown-ის პირობებში არ გაიცემა იმ კონკრეტულ, რა ვიცი, სააგენტოებზე თუ AIP-ებზე თუ SIP-ებზე ხელფასები და რაღაც ოზით რა თქმა უნდა დოლარი ვიყარდება. ვერცხლს მინდა რომ შევეხო კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ვერცხლის ფასი აზიურ სავაჭრო ბირჟაზე მკვეთრად დაეცა და იდეაში მკვეთრად დაცემაში გულისხმობთ იმას, რომ მისი არა მარტო ღირებულება შემცირდა, რომელიც $76 ჩამოვიდა, არამედ ანუ $118-დან მაქვს საუბარი. არამედ ისიც რომ მისი მთლიანი ეგრეთ წოდებული ღირებულება, მასში ჩადებული ინვესტირებული თანხა, რომელიც თითქმის 6.5 ტრილიონს შეადგენდა, უცბად 4.3 ტრილიონი გახდა და ეს შანსი არის კომპანია Nvidia-ს, რომ ძალიან ახლოს არის 100 მილიარდია მათ შორის ხოვობა, რომ გადაასროს ვერცხლს თავისი მოკეთ მდგომარეობით. მაგრამ ოქროს შემთხვევაშიც იგივე ამბავი გვაქვს, რომ 38 ტრილიონიდან მისი ჯამური მოცულობა ჩამოვიდა 23.7 ტრილიონზე, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ სიღრმისეულ კორექციაში წავიდა მთლიანად ბაზარი და ანუ ოქროს გარდა არაფერი არ მყარდება. ანუ ოქროს გარდა დოლარის გარდა არაფერი არ მყარდება ბაზარზე, იმიტომ რომ დოლარი ანუ რეალურად ეგეთ წოდებლად მოკეთ განაგრძობს ზრდას ძალიან აქტიურად და მასიურად. კომპანიებსაც შეგვიძლია რამდენიმე სტყვით ვახსენოთ, იმიტომ რომ ტურიზმის სექტორის საუკეთესო აქციებით Bernstein-ის პროგნოზი არის გაკეთებული, ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩვენს პლატფორმაზე არის, Bulls and Bears პლატფორმაზე არის გამოტანილი და სასტუმროების სექტორში საუკეთესო არჩევანი Marriott-ი დასახელდა, რაც განპირობებულია კომპანიის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული მომგებიანი გარიგებითა და აშიშეს ბაზარზე მოსვლადნელი აქტივობით. მას მცირედ ჩამორჩება Hyatt-ი, რომელიც ბიზნესის ახალ მოდელზე გადადის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს კომპანიები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ტურისტული სექტორში მომუშავე კომპანიების სასტუმროები, გვახსოვს COVID პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ვთქვათ დაღი დაესვათ და ყველაზე მეტი სწორედ ამ მიმართულებამ იზარალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წაგება სწორედ მათ ქონათ როგორც ავიახაზებსაც და ახლა ცდილობენ რომ მაქსიმალურად რაღაცა ახალი შემოგთავაზონ ბაზარზე, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ მიზნით უკვე ხედავენ რომ შეიძლება იგივე სცენარი არაერთხელ გამნორდეს. ხო, მათ შორის საკრუიზო კომპანიებს შორის ლიდერობს Royal Caribbean-ი, რომელიც ანალიტიკოსების აზრით 2027 წლამდე კონკურენტებს სწრაფად გაიზრდება. ამის მიზეზი დარგში გემების მიწოდების დეფიციტი და მზარდი ინოვაციებია. მოგეთ გემებსაც უკვე დავიწყეთ ინოვაციური ამბები, იმიტომ რომ არ გვეყო Tesla და არ გვეყო Nvidia-ს ინოვაციები და რობოტიკა და მე მგონი წინა გადაცემაშიც კი ვახსენეთ, თუ არ ვთქვით და გამეორდები, რომ Tesla-მ შეწყვიტა ორი მოდელის წარმოება, S-ი და X-ი მანქანების წარმოება და თუ სწორად მახსოვს, კალიფორნიაში აქვს ეგ ქარხანა, ანუ ამერიკაში არსებულ ქარხანაში სრულად ეს ქარხანა გადაკეთდა და გადაკეთების პროცესია, რომ მხოლოდ ჰუმანოიდი რობოტების წარმოებისთვის იქნება განპირობებული და მოგეთ დაინახა რეალურად. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ისომ BYD-მა გადაასწრო და დაინახა, რომ მასიურ წარმოებასთან მიმართებაში Tesla ვერ აჯობებს ისეთ კორეულ კომპანიებს თუ აზიურ კომპანიებს თუ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც წარმოება შეიძლება გაცილებით ნაკლები უჯდებათ და ამიტომ მოკეთ იმისკენ მიდიან, რაც აუცილებლად უფრო გამოუდოთ მარტივად. ბარემ Elon Musk-საც ვახსენო. Elon Musk-მა რამდენიმე კომპანია გააერთიანა და ამ ეტაპზე მისი აქტივების ღირებულება ჯამში $800 მილიარდ დოლარამდე ავიდა, მისი და ველოდებით რომ სულ რამდენიმე წელიწადში პირველი ტრილიონერი გახდება 10 მილიარდელი, იმიტომ რომ სულ რაღაც 200 მილიარდი აკლია, რომ Elon Musk-ი Bloomberg-ის მოგეთ სათავეში იყოს როგორც პირველი ტრილიონერი და არა როგორც მილიარდელი. ხო, ეს საინტერესო ამბავია, 800 მილიარდი აქტივები, ხო, საკმაოდ საინტერესო ამბავია და ასევე
ეს Tesla-ს ახალი გადაწყვეტილებაც უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ Tesla აღარ არის მხოლოდ მანქანამშენებელი კომპანია, ის ნელ-ნელა გადადის უკვე რობო წარმოებებზეც და დიდი შანსია, რომ ეს ნაწარმოები რობოტები უკვე საკუთარ საქმიანობაში გამოიყენოს და ვიხილოთ შემდეგ უკვე თუნდაც სტაფის შემცირებები, ხარჯების დაწევები და Tesla-ს მხრიდან უფრო გაზრდილი შემოსავლები ამის და გამო. მინდა ასევე Netflix-იც ვახსენო, რომ დაახლოებით 2 დღეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს დასში და დაახლოებით 3 თვიანი ვარდნა შეაჩერა. თუმცა ამ ყველაფერს მაინც დადასტურება ჭირდება. ვარდნა გამოწვეული იყო იმით, რომ ცოტათი 10-დან წინა შემოსავლებს და ასევე გააკეთა სპლიტი 1-10-დან და თუ მაგალითად აქციის ფასი ღირდა $1000, თითო აქცია დაფასდა $100 და უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბაზარზე. თუმცა ამან გარკვეულ წელს მაინც გამოიწვია პანიკა ახალგაზრდა ინვესტორებში და ვიხილეთ ჩამოყიდვები. ახლა კი ნელ-ნელა აგრძელებს მაინც აღმასვლას და საინტერესოდ გამოიყურება Netflix-ის ჩარტი და ასევე საინტერესოდ გამოიყურება Microsoft-ის, ვინაიდან რადგანაც Microsoft-მა შემოსავლები, რაც ქონდა ვარაუდები კვარტალურ შემოსავლები, ამ შემოსავლებს აჯობა. თუმცა ამის და მიუხედავად მაინც ქონდა დაახლოებით 15%-იანი ვარდნა. და ეს აქციაც, ეს კომპანიაც საყურადღებოა, იმიტომ რომ ეს რაღაცები ძალიან მალე ხდება ხოლმე მოტრიალებული ინვესტორების მიერ. და ჩვენს მსმენელებს მოვუწოდებ, რომ მიაქციონ ესეთ პატარა დეტალებს ყურადღება, იმიტომ რომ სწორედ ესეთ დეტალებს შეიძლება ვნახოთ კარგი უკუგებები. კიდევ ბარემ ნავთობზე შენ ისაუბრე წან ნიკა და ერთ-ერთი კიდევ საინტერესო ამბავი არის რუსეთთან მართებაში. რუსეთს ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი შეუმცირდა. ანუ იანვარში მაგალითად რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. შემოსავლის მკვეთრეკლება კი რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი არის დასავლური სანქციები და რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი, რის გამოც რუსეთი იძულებულია საკუთარი ნედლეული საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაყიდოს და ისეთ ბაზებზე როგორც არის ჩინეთი და ინდოეთი. ამიტომ მოკეთ სანქციები ფაქტია რომ მუშაობს, იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ესეთი მათი მდგომარეობის, მოკეთ ვერც ჩინეთში და ინდოეთში გაყიდულმა ფასმა უშოლა. ხო, ეგ სავარაუდოდ გაგრძელდება, იმიტომ რომ ინდოეთი ამერიკას შეპირდა, რომ მეაცი შენგან ვიყიდიო და ინდოეთიც ჩაიხსნება, ესე რომ თქვა. ამერიკამ განსხვავებით წინა მმართველობისგან, გულისხმობ დემოკრატების მმართველობისგან, საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს ყოველთვის, ხა მე რომ ტრამპის წინა ეგეთ წებულ საპრეზიდენტო პერიოდსაც რო ვიხსენებ, ალბათ კი არა და ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო, ვინც თუნდაც კიმ ჩენ ირს შეხვდა ხო ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელს და მანამდე არც ერთი წინამორბედი პრეზიდენტი არ ინტერესდებოდა აზიასთან, რაცა მკვეთრი და რაცა ახლო ურთიერთობაზე. და გასაგებია რომ ინდოეთთან თუ ამერიკა ძალიან დაახლოვდება, ინდოეთს მოუწევს რომ გადახედოს თავის თუნდაც პოლიტიკას, თუნდაც ეკონომიკურ თუ სავაჭრო პოლიტიკას, როგორც არის რუსეთი. ბარემ კიდევ ერთი ამბავი Tesla-ზე, Tesla-ზე ბევრი ინფორმაცია იმდავრცელება, რომ Tesla-ს მართლაც რომ ბევრი ეგრეთ წოდებული ინსტრუმენტი გააჩნია სერვისის სახით და ალბათ ყველას კარგად ახსოვს რობოტაქსები. იმიტომ რომ რობოტაქსები მე რაც მინახავს არის დუბაიში, მაგრამ ჩემ თვალწინ დაარღვია მოძრაობა ამ რობოტაქსმა და გაოცებული უყურებდი მეთქი რას აკეთებს, მაგრამ ფაქტია რომ Tesla-ს რობოტაქსი არისო. მაგრამ Tesla-ს რობოტაქსი მიმართულება კომპანიის გრძელვადიანი ზრდის ერთ-ერთ მთავარ ძრავად შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ანალიტიკოსების მიხედვით ამ ბიზნესის შემოსავალი 2035 წლისთვის იქნება $250 მილიარდ ღირებულების და ავტონომიური ტრანსპორტის გავრცელებისა და მოხვეთა ბაზის ზრდის ფონზე ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად იზრდება, ყალიბდება. გამოდის რომ რა თქმა უნდა მომავალში ალბათ აღარ გვეყოლებიან მძღოლები, საქართველოს ცოტა გვიან შეავლის ხომ ეს სიახლეები, მაგრამ როცა შემოვა, მაშინ მოხდება ეგ ამბავი, მაგრამ ვიცით რომ ამერიკაში არაერთ შტატში უკვე ჩაშვებულია ეს სისტემა, რომ უკეთ მუშაობს.
ხო, Pandora, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილი კომპანია არის, დანიელმა საილვერო კომპანიამ Pandora-მ 4 შაბათს განაცხადა, რომ 2026 წელს სრულწლიანი ორგანული შემოსავლების ზრდა -1 და 2%-მდე დიაპაზონშია მოსავალნელი, რაც კომპანიის შეფასებით მიუთითებს, რომ იმაზე, რომ მაკროეკონომიკური გარემოს რისთვის ხელსაყრელი არ არის. ხო, მოკეთ კომპანიის განცხადებით 2026 წლის კორექტირებული საოპერაციო მოგების, ეგეც EBITDA მარჟა 21%-დან 22%-მდე იქნება პროგნოზირებული. Pandora აღნიშნავს, რომ მომავალ წლის ეკონომიკური პერსპექტივა და მოხმარებათა ზოგადი გარემო მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. მათი ცნობილია ვერცხლის სამაჯურებით, როგორც ვიცით Pandora, მინიმუმ $70 ფასიდან და ასევე აწარმოებს ლაბორატორიაში გაზრდილი ბრილიანტების სამგავლებს საკუთარ ქარხანაში, ტაილანდში და ზეწოლის ქვეშ იმყოფება რამდენიმე ფაქტორის გამო. მათ შორისაა დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების ხარჯის შემცირება და აშშ-ის ტარიფები ვერცხლის ფასების მკვეთრით და გასულ წელს. აი ესეთი მდგომარეობა, რომ სასაქონლო ბაზარზე შეიძლება ვხედავთ, რომ რაღაცები იზრდება, მაგრამ ამ დროს კომპანიებს თუნდაც აი ამ სამაჯურების მინიმალური ფასიდან $70-დან გაყიდვა უჭირთ ფაქტია, იმიტომ რომ არ იქნებოდა ეს პრობლემა და ეს განცხადება Pandora-ს მართლობას, მოგეთ რომ არა ეს რეალური მდგომარეობა ბაზარზე, თუნდაც სასაქონლო ბაზარზე. მოდი ერთ-ერთი სიტყვით ახლა ფინტეკებსაც შევეხოთ. ერთ-ერთი კომპანია Sofis, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ხშირად გვეკითხებიან ხოლმე ამ კომპანიაზე. და დადებითი ამბავი არის Sofis გარშემო, რომ შემოსავლებმა აჩვენა ძლიერი ტენდენცია, რომელიც უკვე დიდ ფონდებს და ანალიტიკოსებს მიანიშნა იმისკენ, რომ რეიტინგი უნდა გაეზარდათ ამ კომპანიისთვის და JP Morgan-მა, ერთ-ერთმა მოწინავე ბანკმა, საინვესტიციო ბანკმა, აქტივების მართვის კომპანიამ, ნეიტრალური რეიტინგიდან დადებითად ჩამოფასებულ კომპანიად გამოაცხადა და დაახლოებით 10%-იანი ვარდნის შემდეგ კიდევ უფრო კარგი რეიტინგი მიცა ამ კომპანიას. JP Morgan-ის განცხადებით Sofis მეოთხე კვარტალის შედეგები მაჩვენა ძლიერი ოპერაციული შემოსავალი და 2026 წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო კარგ შემოსავლებს ელოდება, რაც განპირობებულია იმით, რომ ანალიტიკოსების შეფასებით რეფინანსირების განაკვეთი მაინც ხელს უწყობს იმას, რომ Sofim, ანუ ინტერნეტ ბანკმა უფრო მარტივად იოპერიროს და მარტივად გასცეს ესხები მის მოხმარებლებს. დაახლოებით 40 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის შექმნას უწინასწარმეტყველებენ ამ კომპანიას, რაც საკმაოდ დიდი ზრდა არის მიმდინარე მაჩვენებლიდან, დაახლოებით 40%-იანი ზრდა გამოდის. ასე რომ ამ კომპანიაზეც კარგი იქნებოდა თუ გავამახვილებდით ყურადღებას. ხო, ზოგადად ეგ მიმართულება დარგობრივად ძალიან პოპულარული ხდება თვიდან თვემდე და არა წლიდან წლამდე, იმიტომ რომ აშკარად იქცნობა ეგ ამბავი. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, მეხსიერების ბარათების წარმომებელი კომპანია, მე მგონი ეს ბრენდი საქართველოში ძალიან პოპულარულია, SanDisk როა წერია, ფონტიც კი მახსოვს გონებაში. იმდენად პოპულარულია ეს ეგრეთ წოდებული მეხსიერების ბარათი, შეიძლება მსმენელებსაც კი გაახსენდეს ეს ბარათი, ბაზრის ლიდერად იქცა. და რატომ? ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს SanDisk-ი Nasdaq-ის Western Digital-ის გამოიყო და დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბდა. ამ მცირე დროში კომპანია მოახერხა ისაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო და მისი აქციების ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში 1479%-ით გაიზარდა. ანუ სრული სიგიში არის. და დღეს Wall Street-ის ანალიტიკოსები სწორედ მიიჩნევენ, რომ SanDisk-ის იმავე გზას გადის, რაც ოდესღაც თავის დროზე Nvidia-მ გაიარა და ინვესტორებს მოუწოდებენ, რომ ტრადიციული ჩიპების წარმოებლების მიღმა გაიხედონ. და მე დღემდე მაქვს ამ კომპანიის, მე მგონი ყველა ეგრეთ წოდებული ბაზარზეც კი იყიდება, რა ვიცი, ბაზარზეც კი იყიდება ეს ეგრეთ წოდებული მეხსიერების ბარათი და საკმაოდ ხარისხიანია. ცუდი არის, მე არ მახსოვს რომ მათი ეგრეთ წოდებული მეხსიერების ბარათი გადამწვარიყო, მაგრამ ეს კომპანია გამოირჩევა თავისი ინოვაციებით და უბრალოდ რაღაც პროდუქტები, რა თქმა უნდა, საქართველოში არ შემოდის. მაგრამ Nvidia-ს როცა ადარებენ ანალიტიკოსები კომპანიას, რაღაცა ეთყობა აქვს. თან Wall Street-ის ანალიტიკოსები ყველა არ შეადარებდნენ Nvidia-ს. მაშინ შეეძლოთ შეადარებდნენ სხვა კომპანიას, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ რაღაც ხელჩასაჭირი ამ კომპანიასაც არსებობს, ის გამოც ესეთი პოზიტიური ამბავი გაქვს. ხო, ასევე საკმაოდ ცნობილი კომპანია Palantir. ამ კომპანიაზეც ვისაუბროთ.
გასულ დღეს დააფიქსირა 6.9%-იანი ზრდა, რაც განპირობებული იყო დიდწილად იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სექტორში გაიზარდა ხარჯები ბიუჯეტირების დამტკიცების შემდეგ, რამაც კომპანიის სამხედრო დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე მოთხოვნა გაამყარა. ასევე აქტიურად გამოიყენება ამ კომპანიის ტექნოლოგია ICE-ის მიერ, რომლის მიმართაც ეხლა გამოსვლა მიმდინარეობს, თუმცა კომპანიის ტექნოლოგიურ დოლარს იყენებენ ესე რომ ვთქვათ და ხო ამ ყველაფერმა მაინც დადებითად იმოქმედა ამ კომპანიაზე და საბოლოო ჯამში 2 დღის განმავლობაში 17%-იანი ზრდა აქვს. ძალიან საინტერესო არის ეს ყველა თემა, იმიტომ რომ უამრავი საინტერესო აქტივობა ხორციელდება და ფიქსირდება ზოგადად ბაზარზე. მაგრამ მაინც ჩემი ასეთ ერთ-ერთი ყველაზე მოკეთ, რა ვიცი, საყურებელი, დასაკვირვებელი არის ის კონკრეტული დარგები, რომლებიც 2026 წელს მიიჩნევიან ყველაზე თუნდაც პოზიტიურად ბევრის მომცემის საშუალება, მათ შორის როგორც უკვე ვახსენეთ და გქონდა საუბარი, მათ შორის არის კოსმოსისკენ, ვთქვათ, მიმართულების მქონე კომპანიები, მათ შორის SpaceX-ი პირველ რიგში ვახსენება ხოლმე, რომელსაც ველოდებით ძალიან მალე უკვე ამ წელს ველოდებით რომ გამოუკვე IPO-ზე და გვიდევს ამ კომპანიაზე ცოტაოდენი დეტალური აღწერა თუნდაც ჩვენს Instagram გვერდზე ტრეიდერების ჰაბის გვერდზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული IPO იქნება, როცა ეს კომპანია უკვე მოხვდება რეალურად საფონდო ბირჟებზე. პრინციპში ეს თემები იყო, რაც უნდა მოკეთ გაგვიანალიზებინა, მაინც შევხედავ კიდევ რა მდგომარეობა არის ბიტკოინს, იმიტომ რომ ბიტკოინს ბევრი მიმდევარი ყავს საქართველოში ჩვენ ჩათვლით, ამიტომ თითქმის უახლოვდება რომ 68,000-ის ნიშნულზე ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზი $69,200-ზე არის გაჩერებული და საკმაოდ სწრაფად იცვლება მისი ფასი. ზუსტად არის წინა ციკლის რეკორდულ ჰაიზე. რეკორდულ სიმაღლეზე, რაც საინტერესო დონე შეიძლება იყოს გრძელვადიანი ინვესტირებისთვის, კარგ შანსად შეიძლება იქნას გამოყენებული ეს ყველაფერი. თავარია რომ ხალხმა სწორად დაინახოს ამ ყველაფერთან დამოკიდებულება. დოლარის მაჩვენებელი კვლავ აცლიერებს თავის მდგომარეობას, სულ რამდენიმე საათში, საათსა და 42 წუთზე უკვე გაიხსნება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და როგორც თავარი დომინანტი, მოკეთ ლიკვიდურობის მაკონტროლებელი ბირჟა, ინვესტორები და ასე შემდგომ. დავინახოთ როგორ იმოქმედებს ბაზარზე. დღეს როგორც უკვე ახსენე 17 და 30 წუთზე გამოვა ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი. მოსალოდნელი არის როგორც გვეუბნებიან წინასწარმართებაში ცოტაოდენი ზრდა უმუშევრობის მაჩვენებლის და 19 საათზე უკვე გამოდის ეგრეთ წოდებული მაძიებლების სამსახურის მანძილების რაოდენობა. მე მგონი ეს მაძიებელთა რაოდენობა გამოდის არა იანვრის, არამედ დეკემბრის, იმიტომ რომ ეს წინა ოქტომბრის შატდაუნი ეგრეთ წოდებული ჯერ ვერ ამოიწურა, იმიტომ რომ აშკარად ინფორმაციები ჯერ წინა თვეების რაც მანამდე არ გამოდიოდა, მოუყვება და მოყვება. ამიტომ აი ამ ტიპის ბაზარზე და რამდენად მარტივია ვაჭრობა ან მაგალითად რაღაცა გარიგებების დადება, ალბათ შენც და ყველა ხვდება, რომ რთულია რომ დეკემბრის ინფორმაციაზე ახლა თებერვალში გვიწევს მსჯელობა და შემდგომ რა ხდება. დღეს გამოდის ხო ჩოლობერგ უმუშევრობის მაჩვენებელი, იმიტომ რომ როცა იყო ნახევრად ჩატდაუნი რაღაცები გადაიტანეს. მოკეთ, მადლობა ნიკა, როგორც ყოველთვის ასეთი იდეალური ინფორმაციებისთვის და საინტერესო ანალიზისთვის. ჩვენ კი რადიოს მელებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამ მიმართულებით დაინტერესდნენ. საინტერესო არის ეს ყველა აქტივობა და შეგიძლიათ რომ თუნდაც იყოთ პასიური ინვესტორები აი ამ ტიპის აქტივებში, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ყოველ ხუთშაბათს. მადლობა ნიკა კიდევ ერთხელ და დავამშვიდობებით ჩვენს რადიოს მელებს. მადლობა შეხვედრამდე.